არ ვიცი თქვენ რამდენად ფლობთ თუ არა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გულაჩაურის წყალსაცავი რამოდენიმე დღის წინ იყო დახურული იმისათვის, რომ თბილისში მოეწოდებინა წყალი ამობლებისთვის და პრაქტიკულად გამოყენებული არის თბილისის ზღვის წყალი და რაიონის მოსახლეობა სასმელად იყენებს თბილისის ზღვიდან მოწოდებულ წყალს. ამასთან დაკავშირებით ყველა უბანში, სადაც პრაქტიკულად როგორც ზემო ჩუღურეთში, ასევე ქვემოთ ძალიან სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენს მოსახლეობისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებიც და არა მხოლოდ მოზრდილი ადამიანებიც არიან მოწამლულები. ხელისუფლება, ადგილობრივი გამგეობები ვალდებულები არიან ჩემის აზრით, რომ გააფრთხილონ მოსახლეობა ამასთან დაკავშირებით და ცოტა ხნით ანის მაინც უთხრან, რომ ანადგურებული წყალი შესვა, ნაგინონ წყალი და ისე მიაწოდონ ბავშვებს მაინც ან რაიმე სახით მაინც გაფრთხილება მოახდინონ მოსახლეობის და მათ ყურამდე მიაწოდონ ეს პრობლემა. ეს ერთი და მე მოუწოდებ მათ, რომ რაც შეიძლება დროულად შეიმუშაონ გეგმა, მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით და მეორე, თბილისის წყალი, რომელიც არის კერძო ფირმა, მოიხსენებათ და ამავე დროს ვალდებულია, რომ სუფთა წყალი მიაწოდოს მოსახლეობას და თუ კი ამგვარი გადართობით ხდება წყლის, ასევე გააგებინოს მოსახლეობას, მათ მოუწოდებ, რომ ანალოგიური ღონისძიებები გაატარონ ერთი და მეორე. იმ ბავშვებისთვის თუნდაც ხანში შესული მოსახლეობისთვის, რომელიც მოხდა საავადმყოფოში და მათ მოუწიეთ საკუთარი ჯიბიდან თანხის გადახდა, აუცილებლად აუნდას გაუგონ მისი ღირებულება.